მოგესალმებით, დღეს არის სამთრის ბოლო დღე. სამთარო. მამამა წამდეს ერფას. დაკბინეს რეკვი. დედამისმა და სხვა ძაუს. არა, თამაშით. მაგრამ მაინც. მაგალითად, ესე იმდენად საშინლად მე რა გული. იმდენად საშინლად რომ შემეშინდებოდა რომ არ ვიცოდი რომ შეუძლებელია. ციკლი დამეწყო და გარდამაგისა ისედაც შეუძლებელია. მაგრამ რატომ უნდა მერეოდეს ეს საშინლად დილას გული არ ვიცი, არასდროს არ მაქვს ხოლმე ეგ. ტესტიც კი გავიკეთე. ყოველთვის მაქვს ხოლმე ერთი ტესტი, გული რომ გამისკდება რომ თავის უშველო. მაშინვე არაო მითხრა. მაგრამ მაგას შეიძლება ჯერ არა ეთქვა, იმიტომ რომ გადაცილების მერე უნდა აჩვენოს, მაგრამ მე სერიოზული menstruatsiაა. ხო და მაგიტომაც არა და სხვა მიზეზების გამოც შეუძლებელია. უბრალოდ რაღაცა ვიდეოებს ვუყურები TikTok-ში, სადაც გოგოები მეოთხე ბავშვს შემთხვევით ორ სულად არ შენ და ეთყობა იქ ჩამრჩა და აი პროსტა არ არსებობს არანაირი შანსი, მაგრამ შიში სულ მაქვს, იმიტომ რომ რამდენჯერაც ვიფიქრე, რომ აუ ეხლა დავიწყებ ცხოვრებას, ეხლა ვიცხოვრებ, ეხლა მე რომ მინდა ისე იქნება ყველაფერი, მე ექნება ჩემი თავისთვის რო აი ჩემი შვები წამოიზარდეთ ტახტა იყო ბავშვი. ამიტომ всё მორჩა იგამ მინდა ვამთავრე გენაცვალე. ხო ღმერთო გეხოცები, კაცი ბჭობდა ღმერთი იცინო და არასდროს დამემართო სამ საკითხში. ხო რა არ შემიძლია უბრალოდ. არ ვარ მე ეგეთი წაკი. არ ვარ. მოგეთ დღეს არის სამთრის ბოლო დღე. ძალიან მინდოდა სნიკერსი. ძალიან მერეოდა გული. ეხაც მერევა. თავი წუხას აღამოს თევზი ვჭამე შებოლილი. შეიძლება ცოტა ძველი იყო. მაგ თევზე კი მერევა. იმედია რომ მაწინა. მოგეთ მთელი დილა ჩემი TikTok-ის რეკომენდაციების სავსეა. Espresso macchiato, 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 por favore. ესე იგი ისე მომეწოდა და მე ხა ის სხვადასხვა ადამიანები მეშვებიან. აკეთებენ ტრენდია უკვე ფაქტიურად. აი ძალიან საყვარლობა. მოხუცები ახალგაზრდები, ქალები, კაცები, ქუჩაში, სახლში, საწოლში, გარეთ, შიგნით, ყველგან. ის ჩამოვიდა ბოთე და ჭიქუახუა. მე რაც ახალი გიჟდები დოგო არგენტინო, просто ნახეთ რა არის. გიჟდები მაგძალზე, მაგრამ ეგ ძაღლი თავს დაესხას ადამიანს. მე არ ვიცი. ესე იგი გუში ვუყურებ. აი იმას ბავშვს დაესხა თავს როტოილერი რუსეთში. და დედა ესე ზემოდან დაეცა და ზემოდან რომ დაეცა დედა ისა ხელზე უკბინა, ხელი ქონდა მოტეხილი მაჯაში, ეს თითები ქონდა გადამწვეული, უკბინა ეთყობა. და ეს ქმარი იყო თუ კაცი, არ ვიცი ვინ იყო იქ ახლომახლოს იყო ეს კაცი და ისა ახლომახლოს იყო ეს კაცი და ეძახდა ირინა და უსიგნალებდა ამას რა ქვია ძაღლს. ესე იგი რა ვიცი ქართველი კაცები ალბათ თავის ცოლშვილი კი არა უცხოსაც დაეხმარებოდნენ, ესე მგონია რომ აი ქართველი კაცია, აი კაცია რა და ეს კიდე ირინა ეძახოდა და უსიგნალე და გადავიდნენ. ეს მინდა ხოლმე ბონის ეზოში ჩაყვანა, მაგრამ მეშინია აი უნდა ვნახო ამ ბოთის პატრონი, მაგრამ ბოთი პატრონს არ უჭერებს. ისე ძახის ზემოდან და ეს თავისას აკეთებს ხოლმე. თუმცა რა ვიცი აგრესიული ძაღლი არ არის, მაგრამ ამ ბონის ერთი კბილი რო გააკრას გუში ვნახებ. რაღაცა პატარა მან გონი შპიცს ასეირნებდა გოგო. შორიდან იყო გადაღებული და ვერ მივხვდი ძაღლი რა იყო, მაგრამ ძაღლი იყო ძალიან პატარა ზომის და
სახლთან ჩაიარს და ამ სახელმწიფო გამოვარდა გერმანული და რო ეცა, აი ასე იქნია სულ და აი რო გადააგდო უკვე, აი მკვდარი იყო ძაღლი, უსიცოცხლო იყო და თან მეშინია რომ ესე დიდი ზომის ძაღლი არ ეცეს საიდან ხო გავგიჟდები და აი ეს გოგო ვაფშე ვერაფერი ვერ გააკეთა პატრონმა გოგომ და იმან კიდე ვინც გამოვარდა ძაღლს ვინც გამოყვან ძაღლის პატრონმა არ გაიმეტა თავის ძაღლი რომ ჩაერწყა სადმე მუცელში ან თავში რომ გაეგდო რა და ცდილობდა რომ პირი გაეღო, მაგრამ პირი ვერ გააღებინა და ესე პირი ცუ იქნია და ბოლოს გადააგდო ეს. მე შოკირდი მართლა ეს შინელება იყო. ბოთებისაც ყავს იმას ყავს ჭიხუახუას. ოღონდ მე რომ ყავს ეგეთი ჭიხუახუა კი არა, მე ხო კობის ტიპი მყავს. აი ჩვეულებრივი ჭიხუახუები, წვეტიანი ცხვირი რო აქვს, მელაკუტებივით. წითელი, ძალიან საყვარელი ორი ძაღლი ყავს ახლა. მარტო ის ყავდა ბოთე და ეხა მოიყვანა. რავი როგორ მიაჩვია, არ ვიცი. ბოთე ძალიან საყვარელია. აი გიჟდეთ, მანქანასთან ელოდება, ეხა უნდა დაიყვანოს პატრონმა და მანქანასთან ელოდება. თამაშობენ გოგოს ძაღლები. სკუტერი გამოიყვანა ბოთეს პატრონმა. ძალიან ცოტა ხანი გამოყავს ხოლმე. არ ვიცი როგორ ყოფნის, მაგაც ძალიან სერიოზული ფიზიკური დატვირთვა ჭირდებათო. დაკო არგენტინოს ესე წავიკითხე და ვერავიება. ძალიან მომწონს აი რომ ვუყურებ იმენა აი გიჟდები ამ ძალზე. დაკო არგენტინო. ესეთი ლამაზი ბოთი გოგოა და ბოთი უკვე ძალიან წყნარი და ჭკვიანი, მაგრამ ესენი რო იზრდებიან დიდი ჯიშის ძაღლები პირველ წელი და ნახევარული წელი იმე სახლში არის ჯოჯოხეთი. ყველაფერი ჭამე, ხრავენ, მე სერიოზული აღსტა სჭირდება. სერიოზული ხელი და აი რთული ახლა ბორნი ფაქტურად ძაღლი რო ყავს ვერ ვცნობ, ისეთი ადვილი. შიმშილისგან შიგნით აი იცით როგორ მაქვს. რაღაცა ის სიცარიელე რო გაქვს, რომელიც გეწვის. და ყავას მოვადუღებ და სნიკერსი შევჭამოთ. ბოთე. ბიგლი არ მომწონს. ანუ მე რომ მოვიყვანო მაგას გულისხმობ თორე ისე ყველა ძაღლი მომწონს, მაგრამ აი ამაზე გიჩნდები რომ ხედა. ბოთე. აი მე ციხე. უკაცრავად. გამარჯობა. მე მოვიყვანე ჭიხუახუა. და მეშინია ეზოში ჩამოყვანა. აი ბოთე და იქით რო არიან კიდე ძაღლები. მეშინია რომ ერთი კბილი რო წავლოს, ეს თან ლეკვია ჯერ. ამას იცნობ. ეს ხო თქვენია. ადვილად შეგვა? მე ბოქსიორი მყავდა და კატა რომ მოვიყვანე კი რაღამ გაგიჟდა. აი მე ისე მიყვარს რომ უკვე გიჟდები. რაღაცით მაგონებს იმ ჩემ ბოქსიორს, აი ტანით რაღაცით ის გოგო იყო და გიჟდები რომ ხედავ, მაგრამ ძალიან ისეთი ხელი უნდაო, კაცრიო, იმიტომ რომ ისეთი ძაღლიაო, თუ კარგად არ გაზარდეს, საშიშიც შეიძლება იყოსო და მე კიდე ძალიან ისეთი ვარ, თბილი და რბილი. ისე რა ღირს ამის ლეკვები? თეთრია ესენი. გოგოა. კობის ტიპია. 8 თვისა.
აიცა გაჩვენე. მოდი ბონი. აციაო. ხო, პეპელნი დავიცი. კარიჩნი მამა ყავს, პეპელნი დედა. ხო. ისეთი საყვალე პირველად ყავს პატარა, სუთითი ძაღლები მყავდა. და ძალიან ტკბილია. ეს ძალიან ადვილია დიდ ძაღლთან შედარებით, მაგრამ ის მენატრება. ეხა სახში დამწინა, ამის დასაცავად ძიცაც მოიყვანა. დედა. ამის გაყვანა მეშინია ძალიან. დედა ვარია. მედიუმ სტარტერი, როიალ კანინია, თუ რომელია მე. ხო, მაგა. ხო, მაგრამ არ უყვარს. მათხოვარია, ყველა ვინც ჭამს, ყველასთან დგას და თავის საჭმელს ჭამს გვიან ღამით, როცა სახში არავინ აღარ ჭამს. მარტო მაშინ. ეს ეგრე არა, ჩოდეთ ვატყუილეთ რაღაცებს უურებში. ხო და სულ ვუყურებ, რომ ჩამოდიან ერთად, ძალიან მეგობრულად არიან და მე კიდე ისე მეშინი ამის ჩამოყვანა, რომ მეთქი ბოთე მერთი კბილიო, გაკრას აღარ დარჩება. კიდე იქით კირა, როტვეილერს არ უშვებენ. როგორ? არასეულ, ჩემი კეთი შაღლების თვალ არ არის აგრესიული, მეორე კეთი მაგალითად შაღლებს ხო, მეც დავაკვირდი, მაგრამ ვიფიქრე, რომ შეიძლება მაგათ იცნობს. ისე რომ ისდებოდა, მოზარდი გადაჭამა სახლი. ჩემ ბოქსიორს ყველაფერი შეჭმული ქონდა. სახელი რა ქვია? ბონი. მე ნინი, თქვენ? მე გიყურებდით სულ თქვენ ამას ლეკვები რო ყავდა. გასაყიდად რომ მიყავდათ მაშინაც. აი, მაშინ გვაჩვენეს ეს იმას რომ მაშინ გვაჩვენეს ეს. ესე რა ჩამოიყვანეთ. აი ესე, ყველა ერთად, აი მე რაცა ყვარლები იყო, კი აღარ ჩამოვარდი. ახლა სატეხილია და იმიტომ დავასე უკან, ხო? არ მინდა შეჯვარება, იმიტომ შევაჯვარო აუცილებელი. ხო, აი მეც ფიქრობ ეხა მაგაზე, ამისი პატარაა და სტერილიზება არ მინდა. მეტი რო არ გავაჩენინო, არ არის პრობლემა. მითხრეს რომ თუ გააჩენინებ, ან სულ უნდა აჩენინო, ან სტერილიზაცია უნდა გავუკეთო. აი მოსვლის დღიდან გიჟდები მაგაზე. იქიდან მეძახი ხოლმე. არც კი გამომხედავს ხოლმე. რო იყურება. ხო. მე რა გიჟდები რო ხედავ. ბონი რა საჭირო. თუ მე ჩემს სახელს მეკითხებოდა და მე ბონის სახელი ვუთხარ. წავიდეთ ამ სახლში. ამთავრდება ხალხნო. იქ ხوار მაგერ ცალი უნდა ნახო. ვერე. Espresso, macchiato. Por favore. Armazos cari. Macchiato, por favore. Espresso. Macchiato, por favore. Ჩემს მენას ყველგან მეკრე. სიმღერას ისმინე. Вообще, ну. Тайхадзе. Por favore.
მინდა ეზოში მაინც შევიყანო ხოლმე ბონიჯა. მივაჩვიო იმას რა ქვია ბოთეს და ბოტოილებს არ უშვებენ არასოდეს მარტო დადის. ბოთეს მინდა მიეჩვიოს კირას, ნუ კირასი არ მეშინია. კირა არა ისეთი ძაღლი რომ რამე ერთი ხუილა ხმას ამოიღებს და ეგა. ბოთუკა. კიდე ყავს ვიღაც რაღაც აღარ მახსოვს იქით. კობაც ძაღლები არ არიან აგრესიულები. არა, ბოთს არა აგრესიული, უბრალოდ ანუ მეშინია, იმიტომ რომ აიმე თან მოხიბლული ვარ და მიყვარს აი ლუსის მერე მასეთ ძაღლებზე გიждდება просто ისეთი სილამაზე აქვს, ისეთი სიამაყე აქვს, ისეთი ნაბიჯები აქვს. არც გერმანული არ მომწონს ეგრე, არც ერთი არ მომწონს ეგრე როგორც აი რაღაცნაირი დაკონტურტანიანი ძაღლები რაღაც დგომიო, პიტი, სტაფი, არგენტოგო არგენტინო, როტვეილერი და ნუ ჩემი სიყვარული ლუსი, ვაიმე ბოქსერებს ვერ უყურებ, დღემდე ბოქსერებს საერთოდ ვერ უყურებ ვიდეოში ბოქსერებს, აი ფოტო და ვიდეოში უბრალოდ ვერ ეგრევე მეწყება საისტერიკა ტირილი ვაება. აღარ საყვარელი ხარ გიждები ნინი შენზეო. აღარ გიყვართ ჩემი დაიკაც მანქანის ვიდეოები. ირმა მუდამ ბედნიერი გზებით გელოს ჩემო ლამაზო ისეთი კარგები ხართ მიყვარს და ერთად ხართ და ხარისობთ. ერთად რო ვართ ამ ჩხუბობთ ამ ხარისობთ. ერთად მე ვიმიჯერთ ყოველთვის ხარისობთ. ნანა დახატული ევიტო ნინი ლელო საყვარლები ხართ ლელა ძალიან კარგები ხართ ორივე თქვენი პოზიტივი გამოდის ჩემზე ისე ვიხარით და ვიცინე აღარ მინდოდა ვიდეო დამთავრებულიყო უფალმა დაგვაცოთ მთელი ცხოვრება ძვირფასი მადლობა ჩემო საყვარელ დიდი მადლობა ჩემი ძვირფასი გოგო წერს ესენი იქით რატო მიდიან მე არ მინდა იქით ვაიმე რა კარგები ნინი ვგიჟდები თქვენზე მუდამ მიხარით და იბედნიერ ჩაკეტა კაცზე გადმოდიო ნათია ხო ისამ არ ვიცი ვერ სახელია ვერ ვკითხოთ ბოდიში ბუღას რატო არ ამდებთ ხოლმე მოიმარგეთ შეშალ და მაგას არ ჯობია ძვირფასო ეს შენობა ზემოთ არის უხე ხო და იქ რო სადმე ცეცხლი გაჩნდეს ხო და უყურე მთელი შენობა ამიტომ არ ვამთებ ერთი როა ბულბულდეს всё კუდისა და აქ მოყდეს იცილით მიყვარ ხართ რომ თამარ აბა როგორ გააბანძა ჩემ მანქანა აუ იკა გამართული ქონდა ვიდეო მაშინ იყო დავცინოდი მე ეკაცრე მანქანა არის რაღაცნაირი პატარა რა როზის რულთან ზემოთ კი ხო ცოტა ჩამობურულია ამას თავი ხო ზემოთ აქ და ესე რულთან როზის აი ესე ზის და ესე იყურება და ვაჯავრებდი მე კი ეგრე იყურებს ხა და მე ჩანს იმაშობდა იცინოდა Ataya. Zustad es მინდა. ეკავ და გამნევს შენით უფრო ისწავლე დინჯა და დაფიქრებით. ბელა. ძვირფასო მე ვიცი კარება. უბრალოდ ნახე რა შესაძლოა მაშინ როცა მე ტაიბა ვისწავლე. ისეთ პერიოდი იყო, სხვა გზა არ იყო, მარტო ვჭდებოდი და მარტო მე ვატარებდი. ანუ ნახე მე ვიცი ტარება, მე ვიცი ბაზა, ყველაფერი ვიცი, მაგრამ მე მაკლია ზუსტად აი ეს, რომ გამოცდილმა, მძღოლმა ამიხსნას რაღაცები, რაც შეიძლება მე პრაქტიკაში ვისწავლო ერთი წელიწადში, ორ წელიწადში, სამ წელიწადში. თორე ბაზა მე ვიცი. ხა მე იკან ვერ დამაბნევს ისე რომ თქვა რამე ისეთი დამემართოს, თქვა ცუდი და სახიფათო და
ამიტომ მიჩვენია რომ ის პატარა რაღაცა იყოს, მაგრამ აი ხომ მეუბნება ხოლმე რაღაცებს, ასე თვითვალისწინებ რა თან დადის და მე სულ ვერ დავინახე რომ იქ მის ხაზი იყო. აქვე სკუტერების და ველოსიპედების. აი საერთოდ ვერ დავინახე რაღაცა ესე მომრგვალებულად იყო და თან აი ბოლოს შეეხატა რა უკვე. მე სადაც მივდიოდი იქ ქარ ეხატა და რატომაც ეს წარმომიდგენია? აი ესე წარმომიდგენია რომ სხვა ფერია, ესე და ხატია და რა ვიცი, ანუ არ შემიხედია, არც ვიცოდი და ემდენი წელი არ მჯდავა რომ ესეთი რაღაცები მჭირდება რომ ადამიანმა მიითხრას და აი თუნდაც ესე წადი იქ ჩააყენე, იქ არ შეხვიდე, იქ არ სცადო და რაღაცები, ანუ მინდა რომ გვერდზე მეშეს ადამიანი, ვინც იცის ტარება, გამოცდილება და ამიცნას რაღაცები, მოусმინო, შევისრუტო. даже ხომ უსმენიქ, როცა მანქანაზე ვზივარ, მაგრამ მანქანაზე არ ვზივარ და ვიდეო რო არის. ეხლა გუშინ ვუყურებდი ვიდეოს, ვიდეოში იცით რამდენი რამე გავიგე, რაც იქ რო ვიყავი, ვერ ავექვი, ანუ პროცესში. ყველაფერი ილექება და ჩემში რჩება, მინდა რომ კაი მძღოლი დავდგე. ასე ვიტანჯებოდი მეც ხმარი რომ მასწავლე და დაღლილი ვიყავი რომ გავაჩერებდი მანქანას, საერთოდ არ ვიყავი გუშინ დაღლილი, აი პირველი 2 ჯერი იყო ძალიან სტრესული, ძალიან გუშინ ძალიან ემოციური ვიყავი, აღარ მშიოდა, მაგრამ აი ისეთი სტრესი როგორც პირველ ჯერებზე მქონდა, აღარ მქონდა. ასე რომ წინ და წინ მივდივარ და ვიხსენებ ნელ-ნელა თინათი ნინი მხიარულად გავატარე შენთან ერთად ეს დღე, მიხარია რა კარგად ატარებ უკვე. მადლობა ძვირფასო. თათია, გილოცავ ნილსულ მწვანეზე გილოს კიდევ უკეთესებით შეგეძინოს. მადლობა ძვირფასო. შენც და აბსოლუტურად ყველას გისურვებთ რომ ყველა ოცნება და სურვილი აგიხდეთ. მე ძალიან ვაფასებ ადამიანებს, რომლებსაც ხვების კარგი უხარიათ და რომელსაც ხვების კარგი უხარიათ და აი იზიარებენ თვითონაც ამ სიხარულს და მჯერა რომ ესეთი ადამიანები აუცილებლად ცხოვრებაში იმას მიიღებენ, რაც გულით უნდათ. ციცი, რა საყვარლები ხართ ნი, როგორ მიყვარს თქვენი კინკლაობები, პატარ-პატარა ხუმრობებით, ისე კი მალადაც კარგად და ყავს უკვე ყოჩაღი, ნინი, მადლობა. ეგ მეც ვიგრძენი და მეც შევაქეთ ჩემი თავი, ქრისტინე, სალამი. თაკო, შენი სიხარული გადმომდებია შენ სიხარულს ვხედავ, მეც ისე მიხარია, თითქოს მე მეყიდოს. ვაიმე რა ბედნიერება, რა კარგია, როგორ მიხარია. Roblox დღეს საკარგად ატარე ნიკო, ჩამალე მარტოს დაჯდები. მადლობა ძირბაზე. კი, მაგრამ ანუ ეხლა შემიძლია რომ მარტო დავჯე, გან არ შემიძლია, შემიძლია ნებისმიერ ადგილას დავიდე ეხლა, მაგრამ ანუ მირჩევნია როცა ვინმე მიიძის, თორე რო დამჭირდეს. მე შემიძლია ნებისმიერ ადგილას წასვლა. ნუ, ცოტა გავაწვალებ უკან ვინც მომყვება იმას, მაგრამ მათაკაია. ხათუნა. წარმატებული დღეები ნინი უთბილოს. მადლობა ჩემო საყვარელო. დიდი მადლობა ლელო, ბედნიერი დღე ჩემო სიყვარულო. საყვარელო, ევი უსაყვარლესი გოგოა. ევი მართლა უსაყვარლესი. საშინაოდ მებოდება ევი წუნაზეო, ირმა. ლელო ნინი მოგვენატრა მანქანაში გადაღებული ვლოგებიო. და აი ისიც გილოცავ ძირფასო ბედნიერი გზები გეულოს. ბედნიერი გზებით გეულოს. 180 ჯვირია, 150-ზე მეტი არ არის 45 ამპერი. რავი, ჩვენ რაც დავიარეთ. არ ვიცი, შეიძლება ილიაზე უფრო იაფია. ჩვენ წერეთელზე ვიყავით და აი გასმანტრი ძულობს ხოლმე, რა ვიცი და ესე იგი 150 იყო. ეს როგორი ერთი წელი როა გარანტია ისეთი. ანუ ერთ წელი გარანტია, ერთი მდენი კიდე, ანუ რამდენი წელი გარანტია, იმდენი წელი კიდე მუშაობს და ჩემსაც გარანტია აქვს 2 წელი. 2 წელი, ხო? 3-4 წელი მუშაობს. ამიტომ ეგ ვიყიდა. 150 თვითოროლა იყო რავი. ხა ყველაფერი გაძვირებულია. მე ტოჩკები არ ვიცი. იაფიანი. და ეგა.